მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით თუ რა გელოდებათ ზოგადად ამ 2025-2026 წლის ზამთრის პერიოდში. გვიახლოვდება უკვე დეკემბერი. გაშლა როგორც ხედავთ, გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ვნახავთ ზოგადი ზამთრის ენერგიებს ყოველ სეზონზე ვცდილობ რომ ასეთი საჯარო გაშლა გავაკეთოთ თქვენთვის. დავარიგოთ ახლავე ვარიანტები და ვნახოთ. რა ელოდება 2025-2026 წლის ზამთრის პერიოდში. პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ კიდევაც. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მაქვს 50%-იანი ფასდაკლება. ამიტომაც პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. ასეთ გრანდიოზულ ფაქტობრივად ფასდაკლებას ვაკეთებ მე მხოლოდ და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ძირითადად დეკემბრის ბოლოში ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ გადავწყვიტე რომ გავაკეთოთ დეკემბრის დასაწყისში. ასევე მეგობრებო, საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსებისთვის ველოდები თქვენს უკავშირს ლაიქებისა და კომენტარების სახით. კარგით, ვფიქრობ გააკეთებდით არჩევანს და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენთვის როგორ იქნება ეს ზამთარი. პენტაკლების ტუზი. ძალიან საინტერესო პერიოდი გელოდებათ ნამდვილად, იმიტომ რომ პენტაკლების ტუზი ეს არის პირდაპირ საჩუქარი სამყაროსგან. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს ზამთრის პერიოდში, დეკემბერი, იანვარი ან თებერვალში დაბადების დღე, მინდა წინასწარ მოგილოცოთ, მე თავადაც შუა ზამთარში დავიბადე და ნახეთ, თქვენთვის ზამთრის პერიოდი იქნება ახსავსე ახალი შანსებით, ახალი პერსპექტივებით, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმას, თუ სამყარო როგორ ზრუნავს თქვენზე. პირდაპირ სამყაროსგან მოდის გარკვეული საჩუქრები თქვენკენ. მე აქ არ გულისხმობ მაინც და მაინც საახალწლო საჩუქრებს ან რაღაც, არ ვიცი, დაბადების დღის საჩუქრებს, ხო? თუმცა ესეც სავსებით შესაძლებელი არის. მე აქ გულისხმობ საჩუქრებს სამყაროსგან. როდესაც თავად სამყარო გჩუქნით რაღაც ახალ პერსპექტივებს, ახალ შანსებს, უფრო მეტად ეს ისახება, რა თქმა უნდა, მატერიალურ ასპექტებზე. ცხადია, ყველასთან ძალიან ინდივიდუალური ენერგიებით რეზონირდება. ვიღაცისთვის მეტად ინტენსიურად, ვიღაცისთვის ნაკლები ინტენსიურობით, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის საჩუქრები თავად სამყაროსგან. ახალი შანსებით, ახალი პერსპექტივებით ახსავსე ზამთარი. ძალიან სასიამოვნო არკანი არის, მეგობრებო. თქვენ იგრძნობთ სიყვარულს თავად სამყაროსგან და იგრძნობთ მისი მხრიდან დაცულობას, ზრუნვას. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენ თავადაც მეტი მადლიერება გაუშვათ სამყაროში ამ პერიოდის განმავლობაში. ვიღაცისთვის იქნება ახალი ფინანსური ენერგია, ახალი კარიერული თუ მატერიალური ზრდის საშუალება, ვიღაცისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა, ან უძრავი ქონების ყიდვა ან გაყიდვა, ან ახალ უფრო კარგ ადგილას გადასვლა, ხო, რატომაც არა, ვისთვისაც ეს აქტუალური არის. კარგით, ახლა ვნახოთ ფინანსების კუთხით. თითო არკანი ვცდილობ ვნახო. ფინანსების კუთხით რა ელოდება პირველ ვარიანტს ზამთრის პერიოდში, ფინანსების კუთხით. არკანი თასების 7-იანი. იცით, შეიძლება ითქვას, რომ ნეგატიური არკანი არისო და ასე შემდეგ, მაგრამ მე სულ არ ვხედავ ასე. პირიქით ვხედავ ამ არკანს, განსაკუთრებით რადგან პენტაკლების ტუზი ამოვიდა ზოგად ენერგიად, ვხედავ იმას, რომ თქვენ გექნება ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ძალიან ბევრი შანსი, იცით როგორი ენერგიები იქნება აქ ფინანსურად, სადაც არ უნდა მიიხედოთ, ყველგან იქნება თქვენთვის შანსები და პერსპექტივები. მიიხედე მარცხნივ, არის შანსი, მიიხედე მარჯვნივ, არის შანსი. წინ იყურები, უკან იყურები, აბსოლუტურად ყველგან არის გავსებული შანსები. ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ, ამიტომაც ფინანსების კუთხით აქ მოდის თქვენს რეალობაში სრულიად ახალი პერსპექტივები, ახალი გზები, ძალიან ბევრი ვარიანტი იმისა, რომ არა შეინარჩუნოთ, არამედ რასაც ქვია, გაზარდოთ თქვენი შემოსავალი, გააუმჯობესოთ. ძალიან ბევრი ვარიანტი იქნება და არის ასეთი რუსული ფრაზა, глаза разбегаются, იმდენი ვარიანტი იქნება თქვენთვის. ამიტომაც ფინანსების კუთხით ძალიან კარგი პერიოდი მოდის ზამთრის თვეში, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს პერიოდულად გარკვეული მცირედი კრიზისები, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირა მაქსიმუმ, ხო?
მაგრამ საბოლოო ჯამში პირიქით ძალიან ბევრი რესურსები, ძალიან ბევრი ვარიანტები, ბევრი ენერგიები მოდის. და რაც მთავარია, კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე, ვხედავ იმას, რომ რაღაც ახალ კავშირსაც კი მოიპოვით სამყაროსთან. მოდით ახლა ვნახოთ პირადი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით რა ელოდება პირველ ვარიანტს ზამთრის პერიოდში. თასების ცხრიანი. კიდევ გაქვთ რაიმე შეკითხვები? იმიტომ რომ პირადის კუთხით ამოვიდა თასების ცხრიანი. ეს არის ის ენერგია, როდესაც პირველ რიგში ცხრიანი არის ყოველთვის შედეგი თქვენი შრომისა, თქვენი სიყვარულისა საკუთარი თავის მიმართ. დიახ, თქვენი არა სიყვარულისა კონკრეტული ადამიანის მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართ, ეს გავითვალისწინოთ. ესეთ აქ თქვენ შეიძლება იყოთ მარტო მთელი ზამთრის განმავლობაში, ვისაც არ ყავთ პარტნიორი, მაგრამ მიუხედავად ამ მარტოობისა, თავი იგრძნოთ ძალიან კარგად, ძალიან ლამაზად, ძალიან მშვენიერად, იგრძნოთ ის, რომ ადამიანებისთვის ხარ ძალიან სასურველი, ძალიან საინტერესო. ვისაც ყავთ პარტნიორი, რა თქმა უნდა, პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება იქნება აქ დიდი ალბათობით და იქნება აქ აი პირადი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით აბსოლუტურად ყველა რესურსით ტკბობა, რაც არის ურთიერთობაში, ხოლო ვისაც არ ყავთ, არ იდარდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ აქ აუცილებლად იგრძნობთ ყურადღებას ადამიანებისგან, იგრძნობთ იმას, რომ ხართ სასურველი, საინტერესო და რაც მთავარია, თქვენში გამოიღვიძებს მეტი სილამაზე, მეტი სიყვარული პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და დამიჯერეთ, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე სიყვარული პარტნიორების მიმართ. და ნახეთ, ვისაც ყავთ პარტნიორი, თქვენს შემთხვევაშიც იქნება ეს აუცილებლად, ანუ მეტი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, მეტი ტკბობა საკუთარი თავით, მაგრამ პარტნიორები, ვისაც ყავთ, ურთიერთობის რაღაც გაუმჯობესება და ურთიერთობით ტკბობაც მოდის, აქ უფრო მეტად, უფრო ინტენსიურად. ახლა მოდით ვნახოთ გაფრთხილება ზოგადად რა იქნება თქვენთვის ზამთარზე 2025-2026 წლის ზამთარზე რა გაფრთხილებას უნდა ელოდოთ. ხმლების ოთხიანი. მეგობრებო, დაასვენეთ საკუთარი თავი. იცით, ზამთარი ზოგადად არის ისეთი სეზონი, აი იოლის დღესასწაულის შემდგომ, რომელიც გვაქვს დეკემბერში, რა თქმა უნდა, იძინებს ყველა სტიქია. და ზამთრის პერიოდი ძირითადად არის ის პერიოდი, როდესაც მიძინებული არის სტიქიები, მიძინებული არის სამყაროს ენერგიები. და თქვენთვის აქ მთავარი გაფრთხილება არის შრომა შრომით, სიყვარული სიყვარულით, არ ვიცი, საქმე საქმით, მაგრამ აცადე საკუთარ თავს დასვენება. აცადე საკუთარ თავს დასვენება, დაისვენე შეძლების დაგვარად, იმიტომ რომ თუ შენ ჩემო კარგო პირველო ვარიანტო არ დაისვენებ საკმარის, დიდი შანსია აქ რაღაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემებიც შეგექმნას პერიოდულად. ამიტომაც დაასვენეთ თქვენი სხეული, თქვენი ფსიქიკა და თქვენი გონება. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია ამოთვისტოს თქვა. თქვენთვის ჩამოკიდებული კაცის არკანი. მეგობრებო, ეს გახლავთ უფროსი არკანი და თანაც კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, იცით რისი თქმა შემიძლია. პირველ რიგში თქვენთვის აქ ძალიან კარგი იქნება ქველმოქმედება, მეორე ვარიანტი. ოღონდ ქველმოქმედება როგორი? არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ გულიანი. და რას გულისხმობ, იცით, ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ქველმოქმედებას როდესაც ეწევიან ადამიანები, თვლიან რომ უფრო მეტად ის გააკეთონ, რაც მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ის გააკეთონ, რაც მათ გულს გაეხარდებათ, მაგრამ რეალურად ყველაზე კარგი ქველმოქმედება მოდის და ხდება მაშინ და ყველაზე სწორი როგორც თქვენი ფინანსური ენერგიისთვის, ასევე თქვენთვის, მაშინ როდესაც თქვენ აკეთებთ ამას გულით. და რას გულისხმობ, იცით? თუ თქვენ გინდათ რომ, არ ვიცი, სიტყვაზე ვთქვათ, დაეხმაროთ კონკრეტული კატეგორიის მქონე ადამიანებს, დაეხმარეთ ზუსტად ამ კატეგორიის მქონე ადამიანებს. გინდათ რომ დაეხმაროთ მოხუცებს, ეცადეთ რომ მათ დაეხმაროთ მეტად. გინდათ რომ შეიძლება ადამიანებს კი არა საერთოდ ცხოველების მიმართ გქონდეთ სურვილი, ხო, რომ დაეხმაროთ მეტად, იმიტომ რომ ცხოველების ქველმოქმედებაშიც რამდენი თაღლითობა, რამდენი ტყუილი, რამდენი სიბინძურე არის, მაგრამ ადამიანებში ხო მით უმეტეს, რამდენი იტყუება, ხო? ამიტომაც გააკეთეთ და ჩაატარეთ ის ქველმოქმედება, რაც პირადად თქვენ გასიამოვნებთ. ვის
ან რის მიმართაც ყველაზე მეტად თქვენ გექნებათ მეტი ემპათია. თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯები იყოს ეს. მე აქ არ გეუბნებით იმას, რომ გადაარჩინეთ ვიღაც. თუმცა ესეც კი შეიძლება იყოს, მაგრამ შორს ჩვენგან გადამრჩენლის კომპლექსები, ხო? უბრალოდ მეტი ყურადღება მიაქციეთ ქველმოქმედებას მეორე ვარიანტი. ასევე კონკრეტულად ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ქველმოქმედება არ არის აუცილებელი იყოს ფინანსური, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ დახმარება, გვერდში დგომა, თუნდაც მენტალური ან ფსიქოლოგიური კონკრეტული ადამიანის მიმართ, ან შეიძლება დავუშვათ გქონდეთ ამის შანსი, ამის საშუალება და გარკვეული, არ ვიცი, ცხოველი წაიყვანოთ, ხო, სახლში. რატომაც არა. ამაში ცუდი საერთოდ არაფერი არ არის. რაღაც გაცემის, დახმარებისა და გვერდში დგომის ენერგიებს უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება მეორე ვარიანტი. და რა თქმა უნდა, თქვენი თავადაც აუცილებლად მიიღებთ შესაბამის შედეგებს, შესაბამის გვერდში დგომასაც, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე. გადაგივათ ყველაფერი გადამრჩენლის კომპლექსში. ფიქრობთ, რომ ყველაფერი ბრუნავს თქვენს ირგვლივ, ფიქრობთ, რომ ყველას გადარჩენა თქვენ შეგიძლიათ, ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ, არ ვიცი, მთელი სამყაროს გმირი. მესმის ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ იფიქრებთ ასე, იმიტომ რომ თქვენ გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, იქნება ის წვრილმანი თუ იქნება ეს რაღაც დიდი და სხვა დანარჩენი მიანდეთ სამყაროს. ეცდებით იყოთ ყველას რეალობაში გადამრჩენენი. კარგით, ახლა ვნახოთ, რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ 2025-2026 წლის ზამთრის პერიოდში ფინანსების კუთხით, რა გელოდებათ, ვნახოთ აბა. პენტაკლების 4-იანი, მეგობრებო, სტაბილურობა გელოდებათ და სიმყარე. იცით, გასაგები არის ის, რომ შესაძლოა რაღაც მომენტებში იგრძნოთ ფინანსების ნაკლებობა, ამ პერიოდულად იგრძნოთ გარკვეული ფინანსური კრიზისი, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ აქ ძალიან მყარად იდგებით, მიწაზე მყარად იქნება თქვენი ფინანსები და თქვენი ფინანსური ენერგია. ძალიან დიდ სიმყარესა და სტაბილურობას იგრძნობთ ფინანსებში. იცით, მინდა რომ კიდევ ერთი პატარა არკანი დავამატო ფინანსებს. რა გელოდებათ აბა მეორე ვარიანტი ფინანსების კუთხით? კი ბატონო, სტაბილურობა და სიმყარე, მოძრაობა ერთ რიტმში, ერთ ენერგიებში, ერთ წრეში. ცხადია, აქ შესაძლებელია იყოს კარიერული ან ფინანსური ზრდა, მე იმას არ ვამბობ, რომ ვერ გაიზრდებით მეთქი, ნამდვილად არა. ზრდისკენ მთელი გზები ხსნილი არის, მაგრამ მთავარი ენერგია, რაც თქვენთვის იქნება ფინანსების კუთხით ამ ზამთრის განმავლობაში, ეს არის სტაბილურობა და სიმყარე. შეგრძნება იმისა, რომ რაც არ უნდა იყოს გარკვეული მყარი ფუნდამენტი თქვენ აუცილებლად გაგაჩნიათ. პლუს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ შეგიძლიათ თავად მართოთ თქვენი ფინანსები და თქვენი ფინანსური ენერგია ზუსტად იმ მიმართულებით, რომლითაც გსურთ. ახლა ვნახოთ პირადის კუთხით რა ელოდება მეორე ვარიანტს 2025-26 წლის ზამთრის პერიოდში. არკანი სამყარო. უფროსი არკანი არის და მე რამდენი უფროსი არკანი გახლავთ მეორე ვარიანტი, ხო? როგორც ჩანს, ეს ზამთარი თქვენს რეალობაზე ძალიან საბედისწერო და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. და პირველ რიგში ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, რომელსაც ახლა გავაშხარებ კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ გარკვეული წყვილების დაშლა მოხდება. თუმცა ეს ინფორმაცია ეხება ერთეულებს. უმეტესობასთან ეს არკანი რეზონირდება როგორც ძალიან მძლავრი საბედისწერო ცვლილება, როდესაც თქვენი პირადი სასიყვარულო ურთიერთობები გადატრიალდება 180 გრადუსით, როდესაც თქვენს რეალობაში ხდება უმძლავრესი ცვლილება. ეს ცვლილება შეიძლება მოხდეს შიგნიდან, შეიძლება გარედან, შეიძლება როგორც შიგნიდან, ასევე გარედან ერთდროულად. მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი დამოკიდებულება სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ აუცილებლად შეიცვლება და შეიცვლება საბედისწეროდ. გავიმეორებ, ზოგი წყვილი შეიძლება აქ დაიშალოს, ზოგი პირიქით რაღაც სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეს. მეც ვიტყვი, უმეტესობასთან, ვისაც ყავთ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე პარტნიორი, რეზონირდება ისე, რომ თქვენს პარტნიორთან ერთად შეცვლით თქვენს ურთიერთობას 180 გრადუსით.
აქ ასევე შეიძლება იყოს ისეთი მომენტები, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადახვედით საცხოვრებლად, მაგალითად თუ მშობლებთან ან სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, ცალკე შეიძლება გადახვიდეთ, ან თუ ქირით ცხოვრობთ, ერთი ადგილიდან მეორეში გადახვიდეთ, ხო? და რაღაც ასეთი მოვლენები იქნება ამ ზამთრის პერიოდში, რომლებიც საკმაოდ დადებითად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზედაც. იმიტომ რომ არკანი სამყარო არის უფრო მეტად პოზიტიური არკანი ამ შემთხვევაში, როდესაც ურთიერთობებზე ამოდის, მეტყველებს სიყვარულის შესახებ, ურთიერთობაში ჰარმონიის პოვნის შესახებ. ხდებით ხომ? ამიტომაც იშვიათია ნეგატიურად რეზონირდეს. მოდით ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტისთვის მთავარი გაფრთხილება 2025-26 წლის ზამთართან დაკავშირებით. არკანი ძალა. მეორე ვარიანტი თქვენთან სულ უფროსი არკანები რატომ ამოდის? ძალიან საბედისწერო პერიოდი გელოდებათ ამ ზამთარში მეორე ვარიანტი. ძალიან საბედისწერო, ახსავს უმძლავრესი ტრანსფორმაციებით. იცით, ძალიან ხშირად რატომ ხაც ადამიანებს გონიათ რომ ტრანსფორმაცია არის რაღაც ცუდი, რაღაც მტკივნეული და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით ვიქნები გულურწველი. ტრანსფორმაციები, კი ბატონო, შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული, ძალიან შემაშფოთებელიც და ხშირ შემთხვევაში მართლაც რომ ასე არის, მაგრამ საერთოდ არ არის აუცილებელი ტრანსფორმაციები იყოს მტკივნეული. ხანდახან ტრანსფორმაციები არის ძალიან ნელი, ბეჯითი, თქვენ წარმოიდგინეთ, უცაბედი და სასიამოვნოც კი შეიძლება იყოს, ამიტომაც ნუ იპროგრამებთ ხოლმე საკუთარ თავს ისე რომ აი ტრანსფორმაცია თუ მელოდება, რაღაც ცუდი მელოდება. არა. ტრანსფორმაცია არის უბრალოდ ტრანსფორმაცია და ყველასთან ინდივიდუალური სახით ინდივიდუალური ენერგიით მოდის და ტრანსფორმაცია არის ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანი. და რა კუთხით არის გაფრთხილება მეორე ვარიანტი თქვენთვის, ხო? არკანი ძალა, მეტი თვითდისციპლინა და მეტი სიმკაცრე უნდა იქონიოთ საკუთარი თავის მიმართ. თუმცა ამავდროულად ეს თვითდისციპლინა და სიმკაცრე არ უნდა იყოს რაღაც რადიკალური და ისტერიული. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ ჯანსაღი კვება, დავუშვოთ ხო, ასეთ მაგალითს მოვიყვან. არ უნდა მოხდეს რაღაც ისეთი მოვლენები, რომ აი მე ჯანსაღი კვება მინდა და ვაიდა, სტუმრად რომ მივალ, შემთხვევით რომ ვერ გავძლო, არ ვიცი, ვერ გავუძელი და ტორტი შევჭამე, დავუშვოთ ხო, ან რაღაც ასეთი. ვაი, რა მეშველება, რაღაც ასეთი, ან ასკეზა დავთქვა, ან რაღაც ეგეთი. არა მეგობრებო. კი ბატონო, ასკეზებისთვის კარგი პერიოდი არის ზამთარში, მეორე ვარიანტი. ვისაც გსურთ თვითდისციპლინის გამომუშავება, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი. შეგიძლიათ დათქვათ რაღაც ისეთი ან ასკეზები, ან ზოგადად ისეთი სიტყვა პირობები დაადოთ საკუთარი თავის წინაშე, სადაც კი ბატონო, დისციპლინაც იქნება, მაგრამ ეს დისციპლინა არ იქნება ზედმეტად რადიკალური. იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ეს ბალანსი, აი ამ ბალანსის შენარჩუნება იმისათვის რომ თან დისციპლინა გაავარჯიშოთ, მაგრამ თან რაღაც რადიკალურ ენერგიებში არ გადახვიდეთ. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა ვინც უყურეთ ამ ვიდეოს. წარმატებები, ბედნიერი დრო, ზამთარი და ნახვამდის.